მოგესალმებით. მე ვარ მარიამ დემურაშვილი, ეს არის პოდკასტის სტარტაპერი. დღეს გვაქვს პირველი ჩაწერა. და ეს პირველი ჩაწერა არის ტრანსფორმაციის ზონასთან ერთად. სტუმრად გვყავს მარიკა ხალიანი, კოუჩი, Coaching Up უნივერსიტეტის დამფუძნებელი. გამარჯობა მარიკა. გამარჯობა მარი. ძალიან მიხარია ჩემთან რომ მოხვედი. პირველი სტუმარი ხარ. მინდა რომ დავიწყოთ საუბარი coaching-ზე პირველ რიგში და იმაზე რატომ coaching-ი. რატომ ხარ coaching-ში? ეს რო გავშალოთ. მადლობა მარი მოწვევისთვის და მიხარია პირველი სტუმარი რომ ვარ. რატომ coaching-ი? ჩემი ცხოვრების გზაზე ბევრი გამოცდები გავუკეთე ჩემ თავს და ჩემი კარიერა დაიწყო იმით რომ საბანკო სისტემაში დავიწყე კიბერნეტიკიდან მოვხვდი საბანკო სისტემაში მერე MBA გავაკეთე და საბანკო სისტემიდან გადავედი ბიზნესის ნაწილში და ბევრი რამდენიმე სახის სხვადასხვა სახის ბიზნესთან მქონდა შეხება და საკმაოდ წარმატებულადაც და ერთი რაც იყო მნიშვნელოვანი ხაზი იყო ის რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში გარკვეულწილად ბევრი ნიშნული დავსვი რაც მინდოდა გავაკეთე მატერიალური სიკეთეებით შევქმენი მაგრამ ხვდებოდი რომ ეს არისო ის რაც მე ბედნიერებას მანიჭებდა და ხვდებოდი რომ მიზნებს ვაღწევ, მაგრამ ამას არ მოაქვს ბედნიერების ხარისხი და მერე გაჩნდა კითხვები რა ხდება და სად არის ის მთავარი ხაზი, რითიც შეიძლება სიხარულის და ბედნიერების წყაროსთან იყო შეერთებული და დავიწყე საკუთარი თავის ძიების პროცესი და ჯერ მოვხვდი ტრენინგებზე, პიროვნული განვითარების ტრენინგებზე და მერე ამან მომიყვანა coaching-თან 2015 წელს და იმის მერე დავიწყე coaching-იც დავიწყე, მაგრამ პიროვნული განვითარების ნაწილი არასოდეს არ შემიწყვეტია. მერე კიდევ უფრო ღრმად მომინდა ჩასვლა და ფსიქოთერაპიაც შევისწავლე, გავხდი ფსიქოთერაპევტი და რეალურად დღესაც კი ახლაც რამდენიმე დღის წინ ევროპიდან ჩამოვედი ერთ-ერთი ძალიან სიღრმისეული ტრენინგიდან და ძალიან კმაყოფილი ვარ და როდესაც ამ სფეროში ხარ განვითარება არ შეიძლება რომ შევწყვიტო იმიტომ რომ აქ განვითარების შეჩერება ნიშნავს უკუსლას და ასე მოვხვდი coaching-ში და coaching-მა მომცა ძალიან დიდი ენერგია, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ჩემთვის ძალიან ღირებულ საქმეს ვაკეთებ. ჩემ ფასეულობებთან ეს არის ძალიან ახლოს და ვიცი რომ სასარგებლო საქმეს ვაკეთებ ადამიანებისთვის და ეს მავსებს. აი ამ ფასეულობებს შეეხედა, შენი ფასეულობები რა არის, რასთან ახლოსაც არის coaching-ი? ჩემი ძირითადი ღირებულებები, ფასეულობები არის სიყვარული, სიყვარულის გაცემა. ერთობა, ჰარმონია, შინაგანი ჰარმონია და სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნა და მინდა რომ ეს ჰარმონია ჩემშიც დავბადო და ადამიანებმაც შეძლონ ამ ჰარმონიასთან კავშირში ყოფნა და სიყვარული არის მთავარი წამყვანი ღირებულება და არ არსებობს სესია იმის გარეშე რომ იქ სიყვარული არ იყოს. კლიენტი თუ არ შეგიყვარდა და მის გვერდით თუ არ ხარ. წარმოიდგინე ყოველ coach სესიაზე ადამიანის პარტნიორი ხარ. მის მიზნებისში, მისი მიზნების მიღწევის პროცესში ხარ მისი პარტნიორი და ამის გარეშე წარმოუდგენელია რომ აქ არ იყოს სიყვარული და ერთობა და ჰარმონიული სვლა.
Coaching-ის გარშემო არსებობს გარკვეული რწმენა წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა უნდა ურჩიო ადამიანს. აი, გამიგია ხშირად, რომ ეხა ამან ახალი რა უნდა მითხრას, ეხა რაც არ ვიცი. მინდა რომ ესე იგი ამის გარშემო ვიტრიალოთ და უფრო განვავრცოთ თუ რა ხდება coaching-ის სესიაზე და რას აძლევს ეს ადამიანს პიროვნული ზრდის მიმართულებით. Coaching-ის პროცესში ხშირად ჩვენთან როდესაც მოდიან ხოლმე ადამიანები ამბობენ რომ მე ახლა რა უნდა ვისწავლო, სხვას რა უნდა ვასწავლო, როდესაც მე ბევრი მაქვს სასწავლი და რეალურად ვიწყებთ სწავლებას იმით, რომ coach-ს პირველ რიგში coaching-ური ეთიკა არის ის, რომ coach-ს არ აქვს უფლება გასცეს რჩევები. და ეს არის პროცესი, როდესაც შენთან ურთიერთობაში ადამიანი იწყებს თავის თავთან კონტაქტის, სიღრმისეული კონტაქტის დამყარებას. შენთან ურთიერთობაში ადამიანი ეხსნება, აქვს წვდომა თავის შინაგან რესურსებთან, რომელიც უბრალოდ დაბლოკილი და დაფარულია გარკვეული შიშების გამო და გარკვეული დანაშაულის გრძნობების და სხვადასხვა ემოციების და რწმენა წარმოდგენების გამო თავისი შინაგან რესურსებთან ადამიანს წვდომა არ აქვს და როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარ თავთან სიღრმისეულ კონტაქტს, უდიდესი სიბრძნეა ყველა ადამიანს და მე ვერ ვიქნები ვერავის ექსპერტი სხვის ცხოვრებაში. შენი ცხოვრების ყველაზე დიდი ექსპერტი შენ თვითონ ხარ. ამიტომ ჩემთან ურთიერთობაში, როდესაც შენ კლიენტი ხარ, შენ გეხსნება საკუთარ სიბრძნესთან წვდომა და ყველა პასუხები შენშია და რეალურად ამასთან გაქვს წვდომა და ხშირად არის ხოლმე რომ ეს ყველაფერი მე ვილაპარაკე? ძალიან ხშირად ადამიანს უკვირს ხოლმე რეები დაბადა სესიის პროცესში. იმიტომ რომ აქ აღარ საწყის ეტაპზე არის გონებიდან მოდის და ფიქრიდან მოდის რაღაცები და მერე ეს გვერდით გადადის და საიდანღაც მოდის პასუხები და ამიტომაც არის რომ გამოფხიზლდებიან ხოლმე ხვდებიან რომ ეს თუ ეს ყველაფერი მე ვთქვი. მე მქონდა შენთან როგორც სწავლის, ასევე მუშაობის შესაძლებლობა სესიებზე. და არასდროს არ დამავიწყდება ალბათ ის აღმოჩენების პერიოდი, როდესაც როგორც სწავლობდი, ასევე მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სესია როგორც ჩამეტარებინა, ასევე მიმეღო მონაწილეობა, როგორც კლიენტს ამ შემთხვევაში. შეგრძნების დონეზე და გაცნობიერებობის დონეზე შემიძლია ვთქვა ის, რომ გიხსნის შენ სამყაროს ხელის გულზე გაჩვენებს, რომ აი ეს ხარ შენ, შენ მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს ხარ შენ, ოღონდ ამ ყველაფერს შენ თვითონ სცემ პასუხს. და ამას გაყავხარ სხვადასხვა რესურსებზე გითავისუფლებს იმ სივრცეს, სადაც შენ შეგიძლია რომ ახალი შესაძლებლობები შემოუშვა. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო საკითხი არის ზუსტად ეს, როგორ ცვლის პიროვნული ზრდა და განვითარება ადამიანის შინაგან მდგომარეობას და რა ზეგავლენას ახდენს ეს მატერიალიზაციაზე. ფულზე. როგორ შეუძლია რომ პიროვნულ ზრდას მისცეს გასაქანი მატერიალურ რეალიზაციასთან და მივიდეს მასთან ახლოს. მინდა რომ ეს საკითხი ჩავშალოთ, ამაზე ვისაუბროთ, რა პროცესებს გადის პირველ რიგში ადამიანი, როდესაც მოდის coaching-ზე, ან სწავლობს, ან არის კლიენტი და რა შედეგი უდგება მას ამის შემდგომ. პროცესი არის სიღრმისეული და მრავალგვარი, იმიტომ რომ გააჩნია რა დაკვეთით მოდის ადამიანი. თუ საუბრობთ იმაზე, რომ კლიენტი მოდის კონკრეტული დაკვეთით და აქ საუბრობთ მატერიალიზაციის პროცესზე, ძალიან ხშირად მოდის კლიენტი სწორედ ამ დაკვეთით, რომ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა და ფულზე სამუშაოდ მოდის სესიაზე და ჩვენ მუშაობთ არა მის
კითხზე და დაკვეთაზე, როგორ იშოვოს მან ფული, არამედ ვმუშაობთ მის პიროვნებაზე. პიროვნებას რა უშლის ხელს, რომ მისცეს თავს უფლება კონდეს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა. იმიტომ რომ ეს არ არის კეთებაზე, ეს არის ჩემ შინაგან მდგომარეობაზე. მერისთვის ვარ მზად, მერის უფლებას ვაძლევ ჩემს თავს და მე სამყაროს წინაშე რა ღირებულების გაცემა შემიძლია და რისი გაცვლა შემიძლია სამყაროსთან, იმიტომ რომ ფული არის ენერგია, რომელიც არის სრულიად ნეიტრალური ენერგია. ამ ენერგიას მე რა ემოციასაც ჩავდებ ამ ენერგიაში, იმ ემოციის მატარებელი იქნება. მე თუ შიშის ემოციით ვარ ფულის მიმართ და სულ მაქვს დანაკლისის შეგრძნება და სულ მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც არ მყოფნის და სულ უფრო მეტი და მეტი მინდა და ულევი ქვევრი მინდა გავხდე ფულისთვის. ფულში იდება ის ენერგია ზუსტად, რომ ეს არასოდეს არ არის საკმარისი და ენერგია იდება შიშის. და მთავარი ნაწილი მატერიალურ კეთილდღეობასთან მისვლის არის ის ჩემი შინაგანი მდგომარეობა როგორია, მე რა ენერგიის მატარებელი ვარ. მე ჩემი ენერგიით განვიზიდავ თუ მოვიზიდავ მატერიალურ კეთილდღეობას. მე რა ენერგიის მატარებელი ვარ ჩემ თავთან მიმართებაში. როგორია ჩემი აღქმა საკუთარი თავის მიმართ. რამდენად ვთვლი რომ ვიმსახურებ ან არ ვიმსახურებ. რის უფლებას ვაძლევ ჩემს თავს. და ამის გარდა რა ენერგიის მატარებელი ვარ შეიგულისხმება ის რომ რა ვიბრაციები აქვს იმ ენერგიას. ფული და მატერიალური სიკეთე მიდის იქ, სადაც არის სიცოცხლის ენერგია და სიცოცხლის ნაკადი. და მოდი აბა წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც არის შეშინებული. ადამიანი, რომელსაც აქვს დანაშაულის შეგრძნება, რომელსაც აქვს სირცხვილის განცდა. ეს სირცხვილის განცდას აქვს როგორი ენერგეტიკა, იცი? წარმოიდგინე სირცხვილის დროს რა გჭირს? გინდა რომ გაქრე. კი. გინდა რომ აღარ არსებობდე ამ წუთში, აი მიწა გასკდეს და ჩახვიდე, ხო? როცა მკვდარის ენერგეტიკის დონეზე არის ადამიანის ვიბრაცია, როცა განიცდის სირცხვილს. ასევე არის, როცა შიშის დროს რას გრძნობ. სხეულში რა ხდება შიშის დროს? იკუმშება სხეული და პატარავდები. და ამ დროს ენერგიას რა ემართება, როცა შიში გაქვს? პატარავდება. ენერგიაც პატარავდება და თითქოს გინდა რომ ნაკლებად მოძრაობდე, რომ შესამჩნევი არ იყო იმ საფრთხეებისთვის, რა საფრთხესაც განიცდი, ხო? ან შიშის ენერგიას შეიძლება მოქონდეს დიდი აგრესია, რომელიც ასევე ნეგატიური ενέργεια არის. აგრესიაში არის დიდი ენერგია, მაგრამ უარყოფითი ენერგია არის ამ შემთხვევაში. აი ეს ენერგია, დადებითი ენერგია როგორ უნდა გამოვიმუშაოთ? აი ეს დადებითი რომელსაც საბოლოო ჯამში მატერიალიზაციამდე მივყავართ და არა მხოლოდ პიროვნული ზრდისკენ. რას აქვს აბა დადებითი ენერგია? რა ემოციებს მოაქვს დადებითი ენერგია და მაღალი ვიბრაციები? დადებით ემოციებს მოაქვს დადებითი ენერგია. ხო, როცა შენ საქმეს აკეთებ სიხარულით, როცა იმის პროცესში, რასაც აკეთებ, გაქვს სიხარულის განცდა, შთაგონებული ხარ, მოგწონს ის, რასაც აკეთებ, მოგწონს ის, ვისთან ერთადაც აკეთებ. პროცესში გაქვს ხალისი, ერთობა, ერთმანეთის სიყვარული და საქმის სიყვარული. ამას მოაქვს ისეთი ვიბრაციები, რომლითაც თავისთავად ის ფული არ არის მიზანი, ის ფული არის შედეგი და თანმდევი იმისი შენ რას აკეთებ და როგორ აკეთებ და ვისთვის აკეთებ. კარგი, წარმოვიდგინოთ ესეთი შემთხვევა, ადამიანი პირობითად მუშაობს კონკრეტულ სამსახურში, არ აქვს მნიშვნელობა სად, მაგრამ მისი სიხარულის ენერგია, საიდანაც მოდის ეს სიხარული პირობითად გამოიხატება იმაში, რომ როდესაც ის ხელით ქმნის
რაღაცას. აქვს საოფისე საქმე, სადაც წლების განმავლობაში მუშაობს, იმიტომ რომ რწმენა წარმოდგენებიდან გამომდინარე ესე გამომუშავდა მშობლებმა უთხრეს, გარემომ, იმდროინდელმა სიტუაციამ, იმიტომ რომ უთხრეს და დარწმუნდა, რომ აქ შეუძლია რომ გარკვეული პირობითად ფინანსური, მატერიალური და ასევე ზრდის მიმართულებით ვთქვათ მენეჯერი გახდა, იცოდა რომ აი ამ მენეჯერობას და ამ ძალაუფლებას გარკვეული ბენეფიტები მოაქვს საზოგადოების თვალში და აქედან გამომდინარე შევიდა აქ, განვითარდა, 10 წელი მიუძღვნა, 15 წელი მიუძღვნა, მაგრამ გულის სიღრმეში ხვდება იმას, რომ ეს არ არის ის, რის იკეთებაც სიამოვნებს და უყვარს. ეს არ არის ის, რასაც მოაქვს მისთვის დადებითი ენერგია, სადაც შეიძლება რომ განვითარდეს. როგორ არ ვითარდება, მაგრამ ამ სიამოვნებას, აი შინაგანი ბავშვი, რასაც უნდა იღებდეს, ესე რომ ვთქვათ, ამ სიამოვნებას ვერ იღებს. როგორ ფიქრობ, რა გზა აქვს გასავლელი ამ ადამიანს იმისთვის, რომ მივიდეს იქამდე? და მიიღოს სიამოვნება იმ პროცესისგან, რაც შეიძლება. მინდა გითხრა, მარი, ახლა მეცინება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი მოდის კოუჩინგზე. მოდის არა მხოლოდ კოუჩინგზე როგორც კლიენტი, არამედ კოუჩინგის სასწავლად მოდიან, იმიტომ რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ, ისეთ საქმეს აკეთებენ, რომელმაც მათ უკვე პროცესში დასაწყისში, როდესაც რაღაც ახალი საქმის კეთებას იწყებს ადამიანი და სწავლის პროცესში ყოველთვის არის ენთუზიაზმი. მერე ის საქმე თუ შენია, იმიტომ რომ ინტერესია თავიდან და გაინტერესებს, როგორ მიაღწევა, როგორ მიხვიდე მიზნამდე რისი გაკეთებაც გინდა და მერე, როდესაც ეს რუტინად იქცევა, თუ ეს შენი საქმე არ არის, ძალიან მომაბეზრებელია ამ საქმის კეთება და ადამიანებისთვის საქმის კეთება ტანჯვად იქცევა ხოლმე, იმიტომ რომ სიხარული აღარ მოაქვს ამ საქმეს მათთვის და მერე იწყება სწორედ ის ძიების პროცესი, რომ აღარ შეუძლია ამ კი ანაზღაურებაც აქვს, სტაბილური სამსახურიც აქვს, მაგრამ იმდენად ემოციურად გადაიღალა და არ უნდა იმის კეთება, რასაც აკეთებს, რომ იწყებს ძიების პროცესს და ძიების პროცესი იწყება სწორედ იმით, რომ მოდის კოუჩინგის სასწავლად, რაღაც ახალი პროფესია უნდა, ახლებურად უნდა, თავისუფლებიდან უნდა საქმის კეთების დაწყება, იმიტომ რომ კოუჩინგის სწავლის მერე შეუძლია თავად განკარგოს თავისი დრო და იწყებს უკვე არა დაქირავებულ თანამშრომლად ყოფნას, არამედ თავისი რესურსების, დროის, ენერგიის, ყველაფრის თავად განკარგვას და ამაში არის ბევრი დიდი სარგებელი და ამიტომაც მოდიან ხოლმე გარკვეული ნაწილი ადამიანების კოუჩინგის სასწავლად. დანარჩენი ნაწილი მიდის კოუჩთან როგორც კლიენტთან, რომ დაიწყოს საკუთარი თავის ძიება. რა აკეთოს და როგორ აკეთოს და როგორ შეცვალოს. ზოგჯერ ადამიანებს იმდენად ყელში ამოსდის ეს, რომ ჯერ მოდიან სამსახურიდან, გარკვეული პერიოდი რჩებიან აი ამ სიცარიელში და მერე იწყებენ ძიებას. ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და ხვდებიან, რომ უკვე აღარ შეუძლიათ, ჯერ კოუჩთან მოდიან, იწყებენ საკუთარი თავის ძიების პროცესს და მერე ნელ-ნელა ეტაპობრივად მოდიან იმ სამსახურიდან და უკვე სიცხადე აქვთ და უკვე იციან რისი კეთება უნდათ და შინაგანი მოტივაციაც აქვთ და ენთუზიაზმიც აქვთ. რა არის ეხლა ვფიქრობდი პარალელურად იმაზე, რომ ამ ყველა პროცესს, თუნდაც კოუჩთან მისვლის პროცესს, ან სამსახურიდან წამოსვლის პროცესს, წინ უძღვის შიში, რომელიც არის ყველა ესე ვთქვათ, საბაზისო მოთხოვნილებაზე უფრო ძლიერი, თუ ამაზე არ იმუშავე და არ გადალახე ეს შიშის შეგრძნება. ეს შიშის შეგრძნებაც მოდის იქიდან. აი ღრმა რაღაცა გარკვეული რწმენა წარმოდგენებიდან, აღზრდიდან, გარემოდან და ასე შემდეგ. აი ეს დისკომფორტის ზონაში შესვლა განვითარებისთვის ყველასთვის მარტივი პროცესი არ არის და ძირითადად გარკვეულ დაბრკოლებებთან არის ხოლმე ასოცირებული. რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა იმისთვის, რომ ამ შიშის ზონიდან გამოვიდნენ?
მესმის რთული საკითხია. და მივიდნენ კოუჩთან ან ფსიქოთერაპევტთან. კი, უბრალოდ მარტივი არ არის თავის თავთან თავად იმუშაოს ადამიანმა. ეს ყველას არ შეუძლია. მაშინ გარკვეულწილად ესეთი გამოცდილება უნდა კონდეს და სულ რო გამოცდილება კონდეს ჩვენს კოუჩებსაც და ფსიქოთერაპევტებსაც ყავს ჩვენი ფსიქოთერაპევტებიც და დავდივართ მათთან და მათთან ვამუშავებთ ჩვენ საკითხებსაც. არ არის მარტივი საკუთარ თავთან მუშაობა, იმიტომ რომ როდესაც წინ ადამიანი გიზის და კოუჩი გისმენს ის სხვანაირად ხედავს შენ რას ლაპარაკობ და როგორ ლაპარაკობ და სად სისტემურად როდესაც გისმენს ადამიანი და გამოცდილია ის სხვანაირად ხედავს სად უნდა გამოსდოს ძაფს რომ გაიხსნას იქ რაღაცები ამიტომ საკუთარ თავს გარედან ვერ ვხედავთ და ვერ ვაცნობიერებთ და გვჭირდება მეორე ადამიანი იმისათვის რომ აღქმა კონდეს ხო და მე რასაც გულისხმობდი ამ შემთხვევაში არის ზუსტად ეს რომ ადამიანებს ესეც უჭირთ რომ მივიდნენ კოუჩთან ან ფსიქოთერაპევტთან და თავისი შიშები აი ესე ხელის გულზე დაგანახონ რომ მე აი ამის მეშინია. შენ ხო გამოგიცდია ძალიან ბევრჯერ პრაქტიკაში რა მხელა გზის გავლა გიწევს რომ იქამდე მიხვიდე, იმიტომ რომ ერთი ბლოკია, მეორე ბლოკია, მესამე ბლოკია, ამას გიფარავს მაქსიმალურად ფარავს რომ შენ არ დაინახო ის სისუსტე, რა სისუსტეც აქვს, იმიტომ რომ თვითონაც ეშინია რომ თვალი გაუსწოროს ამ სისუსტეს. კი, ხშირად ხდება, როდესაც ადამიანები საკუთარ თავს ვატყუებთ, გაუცნობიერებლად. უკვე იმდენად მივეჩვიეთ რაღაცების დაფარვას, მიჩქმალვას, არ შემჩნევას, რომ ეს გაგვიჯდა უკვე პატერნად იქცა და ვერც ხვდებით ისე ვიტყუებით და საკუთარ თავსაც ვატყუებთ და აქ კოუჩის პროფესიონალიზმზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. როდესაც ადამიანი მოდის შენთან, პირველი რაც მნიშვნელოვანია არის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ნდობითი ატმოსფეროს შექმნა და შენ თვითონ უნდა იყო ისეთი გახსნილი, უნდა შეგეძლოს მოწყვლადიც იყო იმ ადამიანთან, რომ ის ადამიანი მიხვდეს, რომ აქ არის ისეთი სივრცე, სადაც მე შემიძლია ბოლომდე მივენდო პროცესს და თავიდანვე შეიძლება არა, მაგრამ ნელ-ნელა ასე ფურცელ-ფურცელ იძლევა ადამიანი იმის საშუალებას და გენდობა, რომ თავისი შინაგანი პროცესები გახსნას და მოგანდოს და ფაქტიურად იწყება ხმამაღლა ფიქრის პროცესი შენთან ერთად და ეს არის უდიდესი ნდობის პროცესი, კოუჩინგის პროცესი და ფსიქოთერაპიისაც. ხო, მინდა რომ საქართველოს საკითხს შევეხო ამ შემთხვევაში მთლიანად, ლოკალურად. ის ისტორია, რომელიც საქართველომ გამოიარა საუკუნეების განმავლობაში, ვფიქრობ, რომ გარკვეულ ბაბლში ქართულად არ ვიცი, აი ბაბლში გვაქცევს, სადაც ჩვენ ერთმანეთთან რაღაცა გარკვეული კავშირი გვაქვს და ისტორიულად როგორც ქცევით, ასევე რწმენა წარმოდგენების დონეზე და სამყაროს აღქმის დონეზე ჩვენ გვაქვს რაღაცა გარკვეული ისევ რწმენა წარმოდგენებთან მივდივართ და იმასთან როგორ აღიქვავს საქართველო სამყაროს. მოდი აი ეს როგორც ადამიანს ისე შევხედოთ საქართველოს და რატომ ვართ ღარიბი ქვეყანა? მარიკა, ამ კითხვას დავსვავდი. მე ხშირად ეს არის ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემა და ალბათ ყველასთვის და ყველაზე მეტად რაც მტკივა ჩემი გადმოსახედით, სადაც არის პრობლემა, მე ის მტკივა. და როდესაც საქართველოს უყურებ როგორც ერთიან იდენტობას, როგორც მაგალითად ფსიქოთერაპიის დროს და კოუჩინგის დროს ადამიანს უყურებ როგორც ერთიან თლიანობას. და ხშირად არის ხოლმე, რომ მის ერთ ნაწილს ერთი უნდა და მეორე ნაწილს მეორე უნდა. და ეს ნაწილები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ამ დროს ვამბობთ ხოლმე, რომ არის შინაგანი
შინაგანი კონფლიქტი და როცა შინაგანი კონფლიქტია, პიროვნების თლიანობა იხლიჩება და ამ დროს წარმოუდგენელია რამე შემოქმედებითი პროცესი იყოს აქ და რამის მიღწევა. ადამიანს რაღაცნაირი დამანგრეველი პროცესი აქვს შიგნით, იმიტომ რომ ერთი იქით ეკაჩება, მეორე აქეთ. დაახლოებით ამ პროცესს გადის ჩვენი ქვეყანა და მგონია, რომ ყველაზე დიდი მტერი ისევე როგორც ადამიანისთვის, ყველაზე დიდი მტერი არის საკუთარი თავი და ვერავინ ვერ დამაზიანებს ისე. როგორც მე თვითონ შემიძლია ჩემი თავი დავაზიანო. თუ სხვა მე მაზიანებს, მე ვაძლევ მას ამის უფლებას. იმიტომ რომ მე ვარღვევ ჩემ თლიანობას, მე ვერ ვიცავ ჩემ შინაგან საზღვრებს, პიროვნულ საზღვრებს. სწორედ ეს არის, აქედან იწყება ჩემი მთლიანობის დარღვევა, იწყება შინაგანი კონფლიქტის. ჩემი ერთი ნაწილი მეორე ნაწილთან რო ვერ თანხმდება და ერთს ერთი უნდა, მეორეს მეორე უნდა და სხვადასხვა მხარეს ეკაჩება, ეს უკვე იწვევს შინაგან კონფლიქტს და ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც მგონია, რომ ყველაზე დიდი გამოსავალი მგონია, რომ არის ერთობა. ოღონდ მაქამდე ალბათ ჭირდება გარკვეული დრო, მომწიფება საზოგადოებას, რომ შევძლოთ მიზანი წესით ერთია ყველასთვის, მაგრამ როცა ქცევას უყურებ ხოლმე ვერ ხედავ, რომ ყველას მიზანი ერთია და ვეღარ ხვდები ამას საით მივდივართ და ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი ერთობაა. იცი რა არის, მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდეთ აღზრდასთან და იმასთან პირობითად როგორ რაზე გავლენას ახდენს ზღაპრები ადამიანის ქცევაზე და რაზე გავლენას ახდენს მის მომავალ, ესე ვთქვათ, ცხოვრებაზე და განვითარებაზე. მაინც ფულის გარშემოვტრიალებთ და პიროვნული ზრდის გარშემოვტრიალებთ. მე გავიზარდე კონკიაზე, სადაც არის პრინცი და უნდა მოვიდეს ეს პრინცი, უნდა გადამარჩინოს აუცილებლად. ეს მაინც გინდა თუ არ გინდა, ბავშვობა არის ის პერიოდი, როდესაც ადამიანის პიროვნული ძირითადი ჩონჩხი ყალიბდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი შვილები, როგორ ზღაპრებზე იზრდებიან. რატო ვაკავშირებ ამას საქართველოსთან ამ შემთხვევაში, ხო? იმიტომ ვაკავშირებ, რომ ზღაპრები, მე რაც მახსენდება, ქართული ხალხური ზღაპრები, ეს ზღაპრები არის დაკავშირებული ყოველთვის იმასთან, რომ გლახაკი არის კარგი, კეთილი და პატიოსანი, ხოლო მდიდარი არის ბოროტი, ანგარებიანი, უარყოფითი პერსონაჟი არის მდიდარი ადამიანი. მდიდარი თავისი ცნებით არის უარყოფითი პერსონაჟი. მე მაინტერესებს შენი აზრი ამასთან დაკავშირებით. ფაქტიურად პასუხი გაეცი წეგან მკითხე საქართველოს რატომ არის ღარიბი ქვეყანაო და ფაქტიურად პასუხი შენ თავად გაეცი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვისაც და ქვეყანა არის ადამიანების ჯგუფი, ხო? შესაბამისად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, საიდან მოვდივართ, რა რწმენა წარმოდგენებით მოვდივართ და რა დამოკიდებულებები გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ, სიმდიდრესთან, სიღარიბესთან მიმართებაში და თუ მდიდარი გონია ბოროტი და ცუდი, აქ არის ასევე შინაგანი კონფლიქტი. და შინაგანი კონფლიქტი არის ცნობიერსა და არაცნობიერს შორის, იმიტომ რომ ყველა ადამიანს ვისაც არ უნდა კითხო, ალბათ ყველას უნდა ფული ცნობიერად, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ამისი შესაძლებლობა, რომ მიიღოს ის, რაც უნდა. იმიტომ რომ არაცნობიერს აქვს ძალა 95% დაახლოებით. აი, ჩვენ რაც გვინდა ცნობიერად დაახლოებით 5% აქვს იმას ძალა და ძირითადი ძალა აქვს არაცნობიერს და ამიტომ არის სწორედ რომ ადამიანების უმრავლესობა ვერ აღწევს იმას, რაც უნდა. ყველა მიცის კარგი რა არის და რა უნდა, მაგრამ თუ შენ ცნობიერად ამბობ, რომ მე მინდა ფული, მაგრამ არაცნობიერი გეუბნება
რომელიც არის ბავშვობიდან ჩადებული რწმენები, რომ ფული ტოლფასია ბოროტებასთან, ფული შენთვის ბოროტებასთან ასოცირდება, ადამიანი ყოველთვის სიკეთეს ირჩევს და ამიტომ რჩება სიღარიბის მხარეს. და შეიძლება ჩვენ ქვეყანასაც ეს მენტალიტეტი აქედან ჯერ გამოსული არ არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად სიღარიბის სივრცეში ვირჩევთ ცხოვრებას. მე მაინც ვიტყვი, რომ ყველა ადამიანი თავად ირჩევს იმას, სად იყოს თვითონ. ეს არ არის ვიღაცის ბრალი. მე სად ვარ და რა პირობებში ვცხოვრობ. ეს არის ჩემი არჩევანი. და სწორედ ასე მგონია, რომ ჯერჯერობით ერის არჩევანი ეს არის, რომ ამ სივრცეში იცხოვროს და ალბათ რაღაც გაცილებით დიდი გვაქვს დასამუშავებელი ამ ნაწილშიც, რომ გადავიდეთ სხვა ეტაპზე და არჩევანი გავაკეთოთ იმაზე, რა გვინდა და არჩევანი გავაკეთოთ სიმდიდრეზე და აქ არ იყოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შიშს, დანაშაულის გრძნობას, მე თუ მეშინია რაღაცის დაკარგვის, მე თუ დანაშაულს გრძნობ, როცა ბევრი ფული მაქვს, წარმოიდგინეთ, ჩემთვის თუ მდიდარი ადამიანი ბოროტია, აუცილებლად დანაშაულის გრძნობა მექნება, ფული რო გამიჩნდება, იმიტომ რომ ბოროტებასთან ასოცირდება ჩემი დიდრობა და უკვე გამიჩნდება დანაშაულის გრძნობა, მე რაღაცა არ ვარ კარგი ადამიანი და ეხლა მე თუ მაქვს დანაშაულის გრძნობა, სხვათა შორის ძალიან ბევრი მიმუშავია ადამიანებთან ამ თემაზე და როგორი რაღაცები წამოსულა, იცი რომ ბოლოში თავიდან ხო მოდის იმით რომ მე მინდა ფული და ბოლოს ამბობს რომ არა მე ფული არ მინდა, იმიტომ რომ მე ჩემით ადამიანები უკმაყოფილოები იქნებიან, იმიტომ რომ იმას ეს უნდა გავუკეთო, ის ამას ითხოვს და ბოლოს თავად ამბობს, რომ არა, ამას მირჩევნი არ მქონდეს და მე ვახსენებ ხოლმე, რომ რა დაკვეთით მოხვედი შენ აქ. და აბა შეხედე, რა შეუკვეთე და რა ჩამოგივიდა. შეუკვეთე ის, რომ გინდა ფული და ახლავე რაღაცა პერიოდის მერე ამბობ, რომ არა. გვეცნობიერთან, არაცნობიერთან, როდესაც ჩავიდა და იქ გავშალეთ რაღაცები, მიხვდა, რომ ეს არჩევანი აქვს მის არაცნობიერს გაკეთებული. ურჩევნია სიმშვიდეში და სიღარიბეში ცხოვრება. ვიღაცისთვის სიმშვიდეა ის, რომ ვიღაც არ მოთხოვს ფულს. და ზოგადად ფულის თემაზე როცა ვლაპარაკობთ, ხშირად არის ხოლმე ის, რომ მოდის ფულის დაკვეთით და როდესაც ვეკითხები, რატომ გინდა ფული. მე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ფული კი არ უნდა უსაფრთხოება, უნდა თავისუფლება, უნდა რაღაც სიყვარულის ყიდვა თუ მოპოვება თუ აღიარება თუ სხვადასხვა სულ სხვა რამე დაკვეთა სხვა არის და გონია რომ ფულით შეძლებს ამ ყველაფრის ამ თავარი თავისი საჭიროებების მოგვარებას და თავარი აქ ის არის რომ განვასხვაოთ მატერიალიზმი ცნობიერი კეთილდღეობისგან. მატერიალიზმი არის, როცა მე შინაგანი სიცარიელე მაქვს და ვცდილობ, რომ გარედან შევივსო ეს სიცარიელე. ფულით იქნება თუ რაღაც ნივთებით იქნება თუ სხვადასხვა სიმდიდრის ელემენტებით იქნება თუ სტატუსით იქნება თუ რაღაცის ქონით იქნება, რაღაცნაირად მგონია, რომ მე რომ ამასთან ვასოცირდები სტატუსთან, სიმდიდრესთან, კარგ მანქანასთან, კარგ სახლთან, მგონია რომ მივიღებ იმ რაღაცას, აღიარებას, სიყვარულს, თავისუფლებას და ამ დროს პირიქით არის მატერიალიზმის უარყოფა არ შეიძლება ჩვენ მატერიალურ სამყაროში ვცხოვრობთ და რეალურად ეს აუცილებელია ჩვენთვის, მაგრამ გარედან ვერ შეივსებ შინაგან სიცარიელეს. შიგნით წყარო თუ ვიპოვე, ჩემი ღირებულების რისი გაცემა შემიძლია ამ სამყაროში. რა სიკეთის მოტანა შემიძლია სამყაროში და მე ამას თავისთავად მოსდევს ის მატერიალური სიკეთე. რისი გაცემა შემიძლია სხვა ადამიანებისთვის და არა ჩემი გადარჩენისთვის. პირველ ნაწილს, როცა მე შიშით ვაკეთებ რაღაცას,
გადარჩენისთვის მინდა რაღაცების მოპოვება და იქ ჩემი იდენტობა ასოცირდება იმასთან, რა მაქვს. და ცნობიერი კეთილდღეობა არის ის, რომ მე რა გავცე, რა შევქმნა კარგი სხვა ადამიანებისთვისაც. თავისთავად ჩემთვის პირველ რიგში და სამყაროსთვის, სხვა ადამიანებისთვის რა სიკეთე შევქმნა ისეთი, რომელშიც მადლიერად ფულს გადამიხდიან. ისე კი არა, რომ ამაში ფული როგორ პირიქით, აი როცა შენ გაქვს შენი ღირებულების განცდა, როცა შენ იცი, რომ შენი სესია 200 ლარი კი არა, გაცილებით მეტი სიკეთის მოტანა შეგიძლია იმ სესიით, ვიდრე 200 ლარია, ძალიან თავისუფლად გამოვართმევ ადამიანს და ვართმევ ამ სესიაში 200 ლარს, იმიტომ რომ მანაც იცის და სიკეთით და მადლიერებით იხდის იმ ფულს, იმიტომ რომ გაცილებით მეტი წაიღო, ვიდრე 200 ლარი, რომელიც გადაიხადა და აქ მე არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც გაცვლის წესები დაირღვა. ხდები და ეს არის სწორედ საკუთარი თავის, საკუთარი სერვისის ღირებულების განცდა. მასლოუს პირამიდა გამახსენდა ახლა საჭიროებების დონეების მიხედვით. და ისევ საქართველოს და მასლოუ მოდის ერთმანეთთან კავშირში. მინიმალური საჭიროებები, როდესაც არ აქვს ადამიანს დაკმაყოფილებული, თუნდაც ის უსაფრთხოების შეგრძნება, ოღონდ უფრო ჩაშლილად, როდესაც არ აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი არსებობა უზრუნველყოს, ცოტა რთული არის, მე ვფიქრობ, რომ იმაზე იფიქროს პიროვნულად როგორ განვითარდეს, ხო? თუ პირველადი საჭიროებები არ აქვს დაკმაყოფილებული. აი ამ შემთხვევაში ორი აზრი მომდის ხოლმე, მე პირადად თავში და შენი აზრიც მაინტერესებს. პირველი არის არამატერიალური რაღაც, არის ოცნება. და რას გულისხმობ ახლა კონკრეტულად, რომ თუ ადამიანი აძლევს საკუთარ თავს ოცნების საშუალებას, საბოლოო ჯამში, როგორც პირველადი საჭიროებები, ასევე სხვა საჭიროებების უკმაყოფილდება, იმიტომ რომ ის აძლევს საკუთარ თავს ვიზუალიზაციის საშუალებას იმის, რომ აი პატარა ჯარისკაც ყოველთვის გენერლობა უნდა, ესეთი გამონათქვამი ხო არსებობს, შენ თუ შენ თავში გაქვს იმის რესურსი, რომ მისცე უფლება საკუთარ თავს, რომ ვიზუალიზაცია მოახდინო შენი სურვილების, მგონია, რომ იმ გზასაც მოძებნი, როგორ მიხვიდე იქამდე. მე მაინც ვფიქრობ, ახლა ტრენინგებს რო ვატარებდი რეგიონებში, მახსენდება მეწარმე ქალბატონები, ვისთანაც მქონდა კონკრეტული პრაქტიკა, სადაც ვეუბნებოდი, რომ ნებისმიერი რესურსი გაგაჩნია, ნებისმიერი, აი უთვალავი შეკეუნები, მაგრამ ის თუ ხო, აი ეს იყო, რომ ვეკითხებოდი, აი ერთ-ერთი ქალბატონი იყო, უბრალოდ ახლა გავიხსენებ ამ кейსს, უნდოდა სამკერვალოს გაკეთება. და ვუთხარი, რომ წარმოიდგინე, რომ გაქვს განუსაზღვრელი რესურსი საბანკო ანგარიშზე თუ ზოგადად, რას გააკეთებდი ამ შემთხვევაში? ისევ სამკერვალოს გააკეთებდი, რამე განსხვავებულს გააკეთებდი და ამ ქალბატონის პასუხმა გამაოცა და მაგ დროს მივხვდი ზუსტად იმას, რომ რასთან გვაქვს საქმე, ამ სამკერვალოს მეორე სართულს დავადგავდიო. და ნახე, ადამიანები არ ვაძლევთ საკუთარ თავს ხშირად იმის უფლებას, რომ ვიოცნებოთ. ოცნება არის უფასო. შენ შეგიძლია წარმოიდგინო ნებისმიერი სივრცე, ნებისმიერი შესაძლებლობა და ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტად მივცემთ საკუთარ თავს, თუნდაც ბავშვობაში დაბრუნების საშუალებას, როდესაც ნებისმიერ რამეზე შეგვეძლო, რომ გვეოცნება და ბავშვი ხო ისეთი არსება არის ამ შემთხვევაში, რომელსაც ყველაფრის შეცნობა უნდა, ყველაფრის შესწავლა უნდა, ყველაფერსთან შემხებლობა უნდა. უბრალოდ რომ ვიზრდებით, რაღაცა ერთ აგურს მეორე აგური ედება და ვიშენებთ ხოლმე კედლებს. შენი აზრიც მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, აი შენ წარმოდგენაში როგორ არის ეს? აი მასლოუს საჭიროებებიდან რომ წამოვიდეთ, დაბალი დაკმაყოფილების დონიდან ზევით რომ ავიდეთ. წეღან შენც თქვი ასეთი რამ, რომ ბავშვობაში კონკიაზე გავიზარდეო,
თუ იმაზეო რა ქვია კონკიაზე კი. კონკიაზეო და ვიღაცას პრინცი უნდა მოსულიყო და უნდა გადავერჩინეო და მანდ მთავარი სიტყვა იყო პრინცი კარგია რომ უნდა მოვიდეს ბავშვობაშიც და დიდობაშიც მაგრამ თავარი სიტყვა არის რისგან უნდა გადაგარჩინოს აი აქ არის მთავარი ჩასახედი რომ რისგან ხარ გადასარჩენი დღეს რა გაქვს შენ გადასარჩენი და მასლოუს პირამიდის ქვედა ნაწილში როდესაც არიან ადამიანები მე გეთანხმები რომ ეს რთული სივრცეა სადაც გადარჩენაზე ორიენტირებულია ადამიანი და სხვა გზა არ აქვს და არ აქვს რაღაც მაღალი მატერიებზე ფიქრის და ზრდის შესაძლებლობა ზოგჯერ ადამიანს მაგრამ და გეთანხმები რომ ოცნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ატრიბუტი თუმცა ზომიერება ყველგან საჭიროა იმიტომ რომ მე მინახავს ჩემთან მოსული ადამიანებიც რომლებიც იმდენად არარეალურ სამყაროში შექმნეს თავისი ცხოვრება რომ ამ რეალურ სამყაროში ვეღარ ცხოვრობენ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ოცნებაში არ გაიჭედოს და იმ არარეალურ სამყაროში ადამიანი არ დარჩეს დიდი დოზით იქ ზოგჯერ ისე მოსწონთ ყოფა რომ დალინკვას ვეღარ აკეთებენ იმ არარეალური სამყაროსი და დღევანდელი სამყაროსი და ეს გამოფხიზლება მერე ოცნება ძალიან კარგია მაგრამ ზომიერების ნაწილი და უნდა იცოდე რომ ამ ოცნებისკენ ყოველდღე თითო ნაბიჯის გადადგმა უნდა შეგეძლოს. უნდა იცოდე რა არის შენი ოცნება და ერთი პატარა ნაბიჯი ყოველდღე. მოქმედება. ერთი დეტალური უმნიშვნელო ნაბიჯიც. კი თუ გადადგი მაშინ კი, მაგრამ თუ მუდმივად ოცნების რეჟიმში ხარ და აქ არაფერს არ აკეთებ, მერე გიზიდავს ის არარეალური სამყარო და იქ ჩარჩენა მოსწონთ ადამიანებს და ამიტომ ხშირად არის ხოლმე მერე გაქცევის ნაწილი ან ფილმებში, სერიალებში, წიგნებში, არარეალურ სივრცეში. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახე, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მასლოუს პირამიდის ქვემოთ არიან და მომიბრუნდება და მეტყვის, რომ მე ახლა ჩემ შულს რა ვაჭამო, იმაზე ვარ ორიენტირებული და რა დროს პიროვნული განვითარება და რა დროს ჩემი ღირებულებებია და ასეთ დროს მე მესმის ამ ადამიანების და ასეთ დროს იცი რაზე მინდა აქცენტის გაკეთება, რომ ჩვენ გგონია ხშირად და ტრენინგებზეც ამას ვამბობთ ხოლმე, რომ მე რო იმას მივაღწევ, მე რო ფული მექნება, მე რო რაღაც მექნება, მე რო ამას შევძლებ, მერე გავხდები ლაღიც, მერე გავხდები ხალისიანიც, მერე ვიქნები ბედნიერი. ესე არ მუშაობს. აი ესე მსგავსება ვირს რო სტაფილოს დაკიდებენ და მიიზდევს და ვერასოდეს ვერ დაეწევა ამ ზუსტად ასე ადამიანები ბედნიერების ძიებაში ვართ. არ მუშაობს ეს ასე რომ მე რო რაღაცას შევქმნი, მერე გავხდები ბედნიერი, მერე გავხდები ლაღი, მერე გავხდები თავისუფალი, მერე გავხდები მშვიდი და ეხლა მაცალეთ ვიშფოთე, იმიტომ რომ გადასარჩენი ვარ. პირიქით მუშაობს. კოუჩინგზე სწორედ მაგას ვაკეთებთ, რომ შენ დღეს უნდა შექმნა შენს შიგნით ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, რომელიც თავის თავს უფლებას აძლევს, ოცნებისაც, უფლებას აძლევს ნაბიჯების გადადგმისას, უფლებას აძლევს, რომ შინაგანად გახდეს ბედნიერიც, ლაღიც, თავისუფალიც და ეს თუ შენ თავში შემოიტანე, უკვე რწმენა გაქვს და მერე უკვე შენ შეგიძლია ყველაფრის მიღწევა. მერე უკვე შენ ხდები არა პრობლემებზე ორიენტირებული, არამედ შესაძლებლობებზე ორიენტირებული ადამიანი და ამის გადართვას აკეთებს. შენ თუ პრობლემებზე ფოკუსირებული ხარ, არასოდეს არ დაილევა შენი პრობლემა იმ ხალხს ვეუბნები, ვინც ქვემოთ არის მასლოუს პირამიდის და შენ თუ ფოკუსი შემოატრიალი და შესაძლებლობებზე ორიენტირებული გახდი, გავიგე, ძალიან რთულია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ წუწუნში გავატარო დრო, მოდი დღეს დავფიქრდე 3 რამ მაინც,
რა არის ჩემ ცხოვრებაში, რის გამოც შეიძლება მადლიერი ვიყო. სამი რამ ყოველდღიურად ვთქვა, რის გამო შეიძლება მადლიერი ვიყო. ორი რამ რა შეიძლება მქონდეს, რითიც შეიძლება რაღაც ახლებურად დავიწყო. რა შესაძლებლობები რა მაქვს? შესაძლებლობები მაქვს, რაც შეიძლება სხვანაირად ვაკეთო, იმიტომ რომ სტანდარტულად რასაც ვაკეთებდი ყოველდღიურად, იმან მომიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ. ხვდები, რომ რაღაც უნდა შევცვალო, რომ ხვალინდელი დღე იყოს სხვანაირი და დღევანდელი მოცემულობიდან რა შეიძლება გავაკეთო სხვანაირად, რომ ხვალინდელი დღე გახდეს სხვანაირი. არ არის ეს, რომ მე რო გავხდები მილიონერი, მაშინ გავხდები კეთილი და მე დავიწყებ გაცემას. არა. შენ თუ მილიონი გინდა სიკეთისთვის, ეს სიკეთე შენ დღეს გაეცი ყოველდღიურად. აუცილებელი არ არის ფულით გასცე, ვიღაცას მიდი და ნუგეში მიეცი, ვიღაცასთან მიდი და სიყვარული გაეცი. ეს არის ზუსტად იმ ენერგიის გაცემა, იმ ენერგიის დატრიალება მსხვერპლის ენერგიიდან გადმოდის გაცემის ენერგიაზე და მერე ფული და მატერიალური კეთილდღეობა მოდის იქ, სადაც სიცოცხლეა, სადაც ენერგია ტრიალებს და არა, სადაც მსხვერპლი ხარ და მკვდარის ენერგიისკენ მიდიხარ. არა, გაეცი, დღეს გაეცი ის, რისი გაცემაც შეგიძლია. მიდი და ადამიანებს მოეფერე, მიდი და სითბო გაეცი, სიყვარული გაეცი, ვიღაცას ნუგეში მიეცი და ეს ატრიალებს შინაგანად ისეთ ენერგიას, ცოცხალ ენერგიას, რომელსაც მერე თავისთავად მოაქვს, შემოატრიალებს, მერე იხსნება შესაძლებლობები სხვანაირად და მერე შენი თავის მიმართაც გეცვლება დამოკიდებულება. და მანამდე თუ იყავი მსხვერპლი, ახლა ხვდები, რომ რაღაცის გაცემაც შეგიძლია. უფრო მეტის ღირსი ხარ, უფრო მეტ სიმსახურებ, იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ადამიანებისთვის სიკეთე გინდა, იმიტომ რომ ვიღაცების გაერთიანება შეგიძლია, იმიტომ რომ უბრალოდ გიყვარს ადამიანები და გიყვარს ცხოვრება. ეს სიყვარულის ენერგია დაბადე, სიყვარულის, სიკეთის, სიმშვიდის ენერგია დაბადე და შესაძლებლობებზე ორიენტირდი. სვიჩი თუ გადმორთვა გააკეთე მსხვერპლიდან შესაძლებლობებს. ძალიან ბევრი ინსპირაცია მომდის ახლა და რო იძახდი, მოკლედ ყველაფერი მიტრიალებდა ერთდროულად თავში. მახსენდებოდა კიდეც შენი დამოკიდებულება და ზოგადად კოუჩინგის დამოკიდებულება აწმყოსთან დაკავშირებით, ახლა ამ საკითხში არ შევალ. რაც გამახსენდა იყო ის, რომ მადლიერებასთან დაკავშირებით გავამახვილებ ყურადღებას პირველ რიგში, მე რაც გამოვცადე საკუთარ თავზე. ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც მქონდა, მაგ დროს დავიწყე მადლიერების გამოხატვა. და ყოველ საღამოს ვუხდიდი მადლობას სამყაროს ღმერთს ყველაფრისთვის, რაც მქონდა და იმ დღეს რაც მოხდა, ეს კარგი იყო თუ ცუდი. და საერთოდ სხვანაირად შემოbrunდა ყველაფერი. როდესაც მადლიერი ხარ იმის, რაც გაქვს, შეიძლება არაფერი არ გქონდეს, შენი პრიზმის ჭრილში არაფერი არ გქონდეს, თორე რეალურად ძალიან ბევრი რესურსი გაგაჩნია, იმიტომ რომ ორი ხელი გაქვს, ორი ფეხი გაქვს, აზროვნებ, დადიხარ და მოქმედება შეგიძლია და შექმნა შეგიძლია. ანუ ადამიანი, რისთვისაც არის შექმნილი ამ ქვეყნად, შემოქმედებისთვის, უბრალოდ სხვადასხვა ადამიანისთვის შემოქმედება სხვადასხვა რამ არის. და მახსენდება ესეთი რაღაც, რომ თუ შენ შეგიძლია, რომ გაყიდო და შენ შეგიძლია, რომ ეს აკეთო სამყაროში ყველაზე საუკეთესოდ. მაშინ გაყიდე. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ვიღაცა მოგწონს, რასაც აკეთებს, ვიღაცას უფრო რაღაცა კარგად გამოსდის და მე მინდა რომ ის გამოვიდე. რატო გინდა რომ ის გამოხვიდე? ეს გამოგდის ძალიან კარგად. აი ეს გამოგდის. სულ მახსენდება ხოლმე ბავშვობაში, ბავშვები როგორ ინაწილებენ როლებს თამაშის დროს. ვიღაცა პირობითად ვიზახი დიასახლისი არის და იქ რაღაც სამზარეულოში საჭმელს აკეთებს, ვიღაცა სიამოვნებს რომ რაღაცა ორატორია და დგას და ამ ბავშვებს რაღაცას ასწავლის, ვიღაცა კიდე რაღაცა სხვა როლშია. აი ეს რო გაგვახსენდეს, რომ აი იქ რა რისი გაკეთება გვსიამოვნებდა რა. გვივსებდა ამ შინაგან და გვაძლევდა შინაგანი კმაყოფილების შეგრძნებას, მგონია რომ აწმყოში ამის გადმოტანა და ამაში რეალიზაცია იქნება ზუსტად ის გასაღები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს.
ზუსტად ასეა და ეხა გამახსენდა ერთი მნიშვნელოვანი რაც მინდა რომ თქვა. თუ გაყიდვა შეგიძლია გაყიდეო და გამახსენდა წეღან რო ამბობდი საქართველო რატო ღარიბი ქვეყანაო. საქართველოში ძალიან არ გვიყვარს გაყიდვები. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გადმოვიდა შეიცვალა წყობა და უკვე კაპიტალისტურ წყობაში გადმოვედით, გაყიდვების ნაწილთან ყოველს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება და დამოკიდებულება ის იყო რაღაცნაირი გამყიდველთან ასოცირდება ჩვენთვის გაყიდვები და თითქოს გაყიდვები რაღაც სპეკულანტობასთან ადრე ვინც ყიდდა რაღაცებს იყვნენ სპეკულანტები ასევე ძახდით და თვითონ სიტყვაც გამყიდველობასთან ასოცირდება და გაყიდვა ქართველისთვის არის რაღაც ნეგატიური აქტი და მგონია რომ რაღაცა სამარცხვინო მე კი არ მგონია ასეთი აღქმა იყო ნელ-ნელა შეიცვალა და იცვლება რა თქმა უნდა მაგრამ დამოკიდებულება იყო ასეთი გაყიდვებთან მიმართებაში და ამიტომ თითქოს ბიზნესს რაღაც ნაწილში საწყის ეტაპზე ნეგატიური დამოკიდებულებაც იყო ბიზნესის მიმართ. ეს ნელ-ნელა შეიცვალა და ახლა იცვლება კიდევ, მაგრამ ბიზნესი ასოცირდებოდა სპეკულანტობასთან რაღაც. კარგი ახლა რას აკეთებს ჯიხური გახსნა და შენ, როდესაც ზევიდან უყურებ ელიტარული საზოგადოება იმ ადამიანს, რომელიც შრომობს და თუნდაც ჯიხური გახსნა და ამას აფასებ ასე რომ, მე არ მინდა რომ ჯიხური გავხსნა და მაგით ეს უკვე არის ღარიბი ადამიანის მენტალიტეტი, ზუსტად ამპარტავნული მენტალიტეტი და ეს ამპარტავნობა ძალიან ხშირად ხელს გვიშლის ქართველ ერს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალიც და ისიც არის მგონია რომ ამპარტავნობის თემაც რომ ფულიც იმიტომ გვინდა რომ ბევრი ფული გქონდეს რომ აღიარება მოვიპოვოთ და რაღაცნაირი ღმერთები გავხდეთ და სიკეთეები გავცეთ ადამიანებისთვის იმიტომ რომ იქიდან სიყვარული მივიღოთ. ეს არ არის ღირებული და ფასეულობრივი ნაწილი ხვდები კი სიკეთის გაკეთება სხვა არის მაგრამ იმ სიკეთის გაკეთებასაც ძალიან დიდი სიბრძნე უნდა როგორ აკეთებ ამ სიკეთეს საიდან აკეთებ ამ სიკეთეს და რისთვის აკეთებ ამ სიკეთეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდე ერთი რამ გამახსენდა საქართველოსთან მიმართებაში რომ აი ეს ამპარტავნება ხელს გვიშლის. მგონია რომ ხშირად ამაზე ვხუმრობ ხოლმე რომ ჩვენ ვართ დირექტორების ქვეყანა. აი ქართველები ვართ დირექტორების ქვეყანა. უდიდესი რესურსები გვაქვს და მართლაც ძალიან დიდი გონებრივი რესურსები აქვს ჩვენ ერს ამას არ ვაკნინებ ნამდვილად და ხედავთ კიდევაც ამ ერთი ციცქნა ერს რა შედეგების დადება შეუძლია რო შეადარო 10 ჯერ და 20 ჯერ ჩვენზე დიდი ერების და ჩვენი პატარა ერის მიერ დადებულ შედეგებს უტოლდება მათ შედეგებს რაოდენობრივად. როცა ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, ხო, რეალურად რესურსი დიდი გვაქვს, მაგრამ ამ პარტავნების ნაწილზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ყველას პირდაპირ დირექტორობა უნდა, ყველა ბრძენია, ყველას უნდა რომ ჭკუა გასწავლოს და ჭკუა დაგარიგოს. მოსმენის კულტურა ნაკლებად არის ჩვენთან და ყველაზე მთავარი რაც არის რო ვადარებ თურქეთს მაგალითად, როდესაც მივდივარ თურქეთში დასასვენებლად. ეს ერი არის მომსახურე ერი. ჩვენთან სერვისი ჯერ კიდევ ძალიან დაბალ დონეზეა, იმიტომ რომ შინაგანად არ შეგვიძლია. ტაქსის ცხოველი, რომელიც ზის და გემსახურება თავს გამადლის, რომ მე იცი რამდენი დიპლომი მაქვს. მსახურების ნაწილშია, მაგრამ ამას ვერ იტევს. ამას თურქეთში როცა სიხარულით აკეთებენ ამას და შენ ხარ მთავარი ადამიანი, რომელსაც ემსახურებიან, სერვისი რა არის? იმ შენ კლიენტს უნდა აგრძნობინო, რომ ის არის მეფე და შენ მისი მსახური ხარ და ჩვენ ეს არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველას დიდი გვირგვინები გვადგას თავზე და ჩვენ თვითონ დირექტორი მეფეები ვართ. ხვდები და ეს აცთენაშია ჩვენი ერი ამ ნაწილთან და იმიტომ არ გამოგვდის სერვისი. ამიტომ ამბობ, რომ ამ პარტავნება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაზეც
სამუშაო გვაქვს და მეტიც იმაზეც კი მიფიქრია. როდესაც აი ეს ანალიზი გავაკეთე, მე ჩემ დისერტაციაში ვმუშაობდი ტალანტების მენეჯმენტის თემაზე და ეს რო გავაცნობიერებ, ვფიქრობდი, რომ საქართველოდან რისი ექსპორტით შეიძლება გააკეთო ყველაზე მეტად. რაც კარგად იმუშავებს, არის ჩვენი ტვინების ექსპორტი. მენეჯერების და ტვინების ექსპორტი შეგიძლია გააკეთო. ამ ერთი წიწკნა ქვეყანაში ხა კარტოფილს და ზეთს იმდენს ვერ მოიყვან, რომ ექსპორტით გამდიდრდე, მაგრამ ტვინების ექსპორტი შეიძლება. მართლაც არის უდიდესი რესურსები საქართველოში, ადამიანური რესურსები, თუ მათ აი შეუქმენი ისეთი რაღაცნაირი ინკუბაცია გაუკეთეს, ველი შეუქმენი, სადაც ბოლომდე შეუძლია გაშალოს ქართველმა თავის შესაძლებლობა, მართლა შეიძლება ძალიან დიდი ექსპორტის გაკეთება ამ ტვინების და ამაში ძალიან დიდი ფულის გაკეთება და ამაზე მიფიქრია, მაგრამ მე ვეღარ მიმიყვანია ეს ბოლომდე. ვიღაცამ შეიძლება წაიღოს იდეად და გააკეთოს ეს. და ვუბრუნდები იმას, რომ მგონია, რომ ამ პარტავნების თემა გვიშლის ხელს. იცი რა მინდა, გავშალოთ, ჩავიდეთ უბრალოდ და დაუბრუნდეთ აი ამ პარტავნობას და შენი აზრი მაინტერესებს. აი ეს ერებს შორის არის ყოველთვის სხვაობები, სხვადასხვა მიმართულებით, რაც ახლა ახსენე თურქეთსა და საქართველოს შორის პირობითად. რატო გვაქვს ჩვენ ეს ნაწილი, ეს ეგოს ნაწილი? ამ პარტავნება მაინც ჩემთან ეგოს ნაწილთან ასოცირდება. როგორ ფიქრობ შენ? ალბათ პატარა ერი, რადგან ვიყავით და გადარჩენაზე ორიენტირებული ერი ვიყავით, ერთი მთავარი ნაწილი, რამაც ჩვენი ერი მგონია, რომ გადაარჩინა არის შინაგანი დიდი ძალა. შინაგანი ძალა და საკუთარი ღირებულების განცდა, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენ ერში და ამან ეს მოიტანა. მართლაც იყო ეს საამაყო. უბრალოდ მე დამახინჯდა ეს ყველაფერი. თორე შინაგანი სიძლიერე და შინაგანი ღირებულების განცდა და ამ ღირებულების განცდას და ამ შინაგან სიძლიერეს მოქონდა სწორედ ის, რომ აქამდე მოიტანა ჩვენმა ერმა თავი და ყველა ბრძოლებში გამარჯვებული მოდიოდა სწორედ ამ შინაგანი სულის კვეთებით. და ალბათ აქედან მოდის ეს ყველაფერი, მაგრამ მე გადაგვარდა და დამახინჯდა, მაგრამ ეს ამ პარტავნება, რო შევადაროთ ერს, მაგალითად სხვა ერებს, რომლებსაც კარგად გამოსდის სერვისი და ჩვენ ამ სერვისის ნაწილში არ ვაძლევთ თავს უფლებას, რომ მსახურებაში გადავიდეთ. მომსახურე ერი ვერ ვართ. აი თლიანობაში რო თქვა დირექტორი ერი ვართ, ვიდრე მომსახურე ერი რა და აქედან როგორ შევითავსოთ ის, რომ ახალი თაობის ლიდერები და მენეჯერები უკვე ადრე თუ იყო თავში იდგა და ის იყო დირექტიული მმართველობის, ახლა ლიდერობის პრინციპით შეიცვალა და ახალი თაობის ლიდერი არის მსახური, რომელიც უქმნის დანარჩენ თანამშრომლებს და ადამიანებს შესაძლებლობას იმ ველს, სადაც ბევრი ლიდერები აღმოცენდებიან და აქ არ არის შიში იმისი, რომ მე სხვა მაჯობებს პირიქით, რაც უფრო მეტი ლიდერი აღმოცენდება შენს გვერდით, შენ უფრო ძლიერი და კარგი ლიდერი ხარ ამითი და აქაც მსახურების თემა შემოვიდა ლიდერობაშიც და რა ვიცი, ამას თუ გადმოვიტანთ, როგორც მენეჯერი ერი, რომ უკვე ახალი თაობის მენეჯერობა და ლიდერობა არის სხვების მსახურება, შეიძლება ამან მაინც გადაგვარჩინოს და გვიშველოს, არ ვიცი. მე იცი რა მელინკება? ისტორიულად და გენეტიკურად ვართ ქვეყანა, სადაც მეფეები მართავდნენ წყობას თავიდან ბოლომდე. და ისტორიაც ყველა საუკუნე გვასწავლის იმ დიდებას, რა დიდებაშიც იმყოფებოდა საქართველო. გინდა არ გინდა, ეს ჩემი დამოკიდებულება, უბრალოდ გინდა არ გინდა, როდესაც აცნობიერებ თუნდაც ბავშვობაში ისტორიის შესწავლის დროს, რომ რა ქვეყანაში დაიბადე და გაიზარდე და ამაში გიწყობს ხელს დამატებით გენეტიკა,
თავადები და ასე შემდეგ. მგონია, რომ 21 საუკუნეში თითქოს საქართველოში არ მიეცა ხალხს უმრავლესობაზე მაქვს საუბარი რეალიზაციის საშუალება იმისთვის, რომ ეს დიდება შინაგანად ეგრძნოთ. ხდები? ამასთან მივდივარ და იმიტომ არის შენ რაზეც გამახვილე ყურადღება კონკრეტულად თუნდაც ტაქსის მძღოლების შემთხვევაში რომ ყველა სამდენი დიპლომი აქვს მე აქ ტკივილი მესმინება კი რა თქმა უნდა აი ეს ტკივილი რომ მე ვერ მოვახდინე ჩემი რესურსების რეალიზაცია და მე ეს მტკივა და განა ეს ვარ მე მეტი ვარ მაგრამ ვერ ვაკეთებ იმ მეც ზუსტად ეგ არის გეთანხმები ერთი ის რომ ტკივილი მესმინება მაგრამ მე როდესაც უკვე არჩევანი გავაკეთე და ამას ვემსახურები ახლა ეს ვაკეთო სიყვარულით ეს ვაკეთო იმითი რომ სხვისთვის მაქსიმალური სარგებელი გავცე ჩემთან ერთად მგზავრობის პროცესში ადამიანმა იგრძნოს გაცილებით კარგად თავი. მეტი კომფორტი შევქმნა, გაცილებით საინტერესო გავხადო ეს საუბარი, ვიდრე წუწუნი იყოს და ვიდრე ის რომ მე რაღაცას შენზე მეტი ვარ, მაგრამ აქ ზემოდან არ მიყურო. არ არის ზემოდან და ქვემოდან ყურების ამბავი ეს შენი დამოკიდებულება არ არის თუნდაც ის სატკივარი და სამარცხვინო, როდესაც შრომობ. ნებისმიერი შრომა არის დასაფასებელი, ნებისმიერი. და კიდევ ერთი წეღან რაც გამახსენდა ის რომ ქართველ ერზე ვამბობთ ხოლმე რომ არის ზარმაცი. მაგრამ არასოდეს არ ყოფილა ქართველი ერი ზარმაცი. ყოველთვის იყო ქართველი ერი მშრომელი, მაგრამ მოხდა ის რომ საბჭოთა წყობის დროს ადამიანმა დაკარგა თავისი ფუნქცია, შრომას არსი დაეკარგა, შრომას ფასი დაეკარგა. მთელი დღე რო ადამიანი სამსახურში მიდიოდა და იჯდა და ქსოვდა და ყავას სვამდა და არაფერი საქმე იქ არ ქონდა, აქ დაიკარგა მთავარი შრომის ფასი და იმის მერე კიდევ გადარჩენაზე გადავიდა ჩვენი ერი და იძულებული გახდა ისეთი საქმე ეკეთებინა, რომელიც მისი არ იყო. ფულისთვის შრომა დაიწყო ადამიანმა და შენ თუ ფულისთვის შრომობ იქ უკვე სიხარულის განცდა არ არის და აუცილებლად იქნება სიზარმაცე. მეც ზარმაცი ვარ. როცა ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომელიც არ მსიამოვნებს, ძალიან ზარმაცი ვარ, მაგრამ თუ ისეთ საქმეს ვაკეთებ, რომელიც ჩემია და რომლითაც ვქმნი, შემიძლია ღამეები ვათენო, მაგრამ მთლიანობაში რო შევხედო, შემიძლია ჩემ თავს ზარმაცი უწოდო. გაჩნია რას აკეთებ და გადარჩენის რეჟიმში როდესაც აღმოჩნდა ჩვენი ერი მოუწია ადამიანებს ისეთი საქმის კეთება რომელსაც მარტო ფულის გამო აკეთებს და აქ სიზარმაცე გარდაუვალია. ამიტომ დაერქვა მერე რომ ქართველი არის ზარმაცი. არ არის ზარმაცი და მე მჯერა რომ თუ ყველა ადამიანს შეეძლება იმ თავისი პოტენციალის გახსნა და იმის კეთება, რა კოუჩინგი სწორედ ამას ემსახურება. რომ კოუჩინგით თუ მოაძებნინებ ადამიანს იმ საქმეს, რომელიც მას ენთუზიაზმს აძლევს, რომლითაც პროცესი იქნება შექმნის რაღაცის. ამ შემთხვევაში ადამიანი ზარმაცი არ არის. და ქართველი ადამიანი მით უმეტეს. გამოსავლისკენ რო წავიდეთ, ჩემი ტვინი ისე მუშაობს, რომ ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში პირველ რიგში ვეძებ გამოსავალს და მერე არის ხოლმე ეს ემოციები, როდესაც ყველაფერი ჩაივლის და დავალაგებ. მაინც მინდა რომ ბევრჯერ ახსენე, ახლა უბრალოდ გაფანტულია სხვადასხვა წინადადებებში და რო შევაჯამოთ ამ შემთხვევაში გამოსავალი რა არის როგორც პიროვნული განვითარების მიმართულებით, ასევე ერის განვითარების მიმართულებით. შენი გადმოსახედიდან. პირველ რიგში საკუთარ თავში ჩახედვა. მე როგორ ვაფასებ ჩემს თავს, როგორია ჩემი აღქმა საკუთარი თავის. რის უფლებას ვაძლევ ჩემ თავს და რის უფლებას არ ვაძლევ.
სად არის ჩემი შუშის ჭერი? თუნდაც ფინანსური შუშის ჭერი. რის ზემოთ არ ვაძლევ ჩემს თავს ასვლის უფლებას. იმიტომ რომ ძალიან ხშირად მომხდარა ისეთი, რომ უნიჭიერესი ადამიანები შექმნეს ძალიან დიდი რამ ბიზნესის ნაწილში, შექმნეს, კარგად შეუძლიათ ამისი შენება, შექმნა, მაგრამ გარკვეულ ნიშნულს, როდესაც მიაღწია წარმატების, მერე იწყებს ნგრევას. და თვითგანადგურების პროგრამა ჩაერთო, იმიტომ რომ მან შინაგანად იცის, რომ ის ამას აღარ იმსახურებს. და ასეთი მაგალითები მქონია და მიმუშავია ასეთ ადამიანებთან, რომლებსაც უდიდესი რესურსები აქვთ, მაგრამ გარკვეული ნიშნულის მერე ჩაერთო თვითგანადგურების პროგრამა და დაანგრიეს თავად ყველაფერი, რაც ააშენეს. ასეთ ადამიანებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ჩახედვა ჭირდება. ამიტომ მთავარი არის გადავხედო ჩემს წარსულს. სად მქონდა შენების პროცესი, სად იყო სტაგნაცია. მე ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ იყო ზემოცვლაც და ქვემოცვლაც, ყველა ნაწილში და მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც და რო ვუყურებ პირდაპირ პროპორციულად მიყვება ერთმანეთს ეს ენერგიის ნაწილი. სადაც იყო სიყვარული, სადაც იყო ერთობა, სადაც იყო ენთუზიაზმი, სადაც იყო შექმნის პროცესი და ერთობა და ერთმანეთის გატანა, ყველაფერი კარგად მიდიოდა. სადაც დაიწყო მე აბა ესე რატო ხდება, ისე რატო ხდება, შენ მეტი მენაკლები, ის გაფუჭდა, ოღონდ ყველასთვის ფუჭდება. ბიზნესი არის რაღაცნაირი ოჯახის შექმნა. ოჯახის შექმნაა ბიზნესი. პარტნიორები არიან ერთი ოჯახი იქმნება ბიზნეს პარტნიორობის დროს და ის ბიზნესი არის შვილი მათი. და როცა პარტნიორებს შორის ურთიერთობა ფუჭდება, ყველაზე მეტად როცა მშობლები ცილდებიან, როგორც შვილი ზიანდება, სწორედ ასეა, რომ როდესაც პარტნიორებს შორის ურთიერთობა ფუჭდება, მაგ დროს შვილი ზიანდება და ბიზნესი ზიანდება და ის ბიზნესი რო ზიანდება, ყველა მხარისთვის დამაზიანებელია. როცა შეგვიძლია ერთად დიდ მწვერვალებს მივაღწიოთ, ყველა ზარალდება მაგ დროს. მშობელიც და შვილიც, როცა შვილი მსხვერპლად ეწირება, მშობლებიც იტანჯებიან ამ დროს და ზუსტად ასევე ხდება ბიზნესის დროს. და პირიქით, თუ ამას ბევრი ნეგატივი მოყვა, მერე ბევრი დანაკარგიც მოყვება ხოლმე. ამიტომ გაანალიზე შენი ცხოვრება, სად იყო აღმასვლები, სად იყო ქვემოცვლები, სად იყო დანაკარგები და რასთან იყო ეს ყველაფერი კავშირში და ჩახედე შენ თავს. რის უფლებას აძლევ, რას იმსახურებ და რას არ იმსახურებ, სად არის შენი შუშის ჭერი, რა ღირებულების შექმნა შეგიძლია სამყაროსთვის, რისი მოტანა შეგიძლია და ეს ყველაფერი არის გაცვლა. რას გასცემ და რას იღებ და ყოველთვის ჯობია რომ რასაც გასცემ ის გაცილებით უფრო ღირებული იყოს, ვიდრე რასაც ამაში იღებ. ყველა მხარემ თუ იგივე ზე იფიქრა, მაშინ თანაბარი გაცვლა ხდება, იმიტომ რომ შენ იქით ამ მხრიდან თუ ნაკლები მოდის, იმას მადლიერება თუ მოყვა, გათანაბრდა ესეც. იხდი რას ვამბობ? კი. და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს გაცვლის წესები არ დაირღვეს და რა ენერგიის მატარებელი ვარ. რას ვქმნი, ვისთვის ვქმნი და როგორ ვქმნი, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. სიხარულით და სიყვარულით და მადლიერებით ვაკეთებ თუ უკმაყოფილების მატარებელი ვარ. დანაკლისიდან ვითხოვ თუ სისავსიდან ვითხოვ. დანაკლისიდან არაფერი არ იქმნება. შექმნა ყველაფრის ხდება სისავსიდან. და ფულს აქვს ფული შეიძლება ნეგატიური ენერგიის მატარებელიც იყოს და პოზიტიური ენერგიის მატარებელიც იყოს, იმიტომ რომ შენ რა ენერგიას დებ ამაში,
ზუსტად ის იქნება. მინახავს ადამიანები, რომლებსაც ფული აქვთ, მოიზიდეს ეს ფული, მაგრამ მათთვის დამანგრეველია, ისინი ბედნიერები არ არიან, მუდმივად ბრძოლაში, ტანჯვაში, რა ვიცი, ჯანმრთელობა არ აქვთ წესრიგში და ვერ აცნობიერებენ ამას, სად ხდება ბალანსის დარღვევა. და შესაძლებელი არის ფულს კონდეს ძალიან დადებითი ენერგია, მოყვებოდეს სიმშვიდე, ჰარმონია და ნამდვილი კეთილდღეობა, როცა ამას ცნობიერად აკეთებ. მაინც გაცნობიერებულობა მესმინება ყველაფერში აბსოლუტურად, საკუთარი თავის აღქმა, როგორ იცნობს საკუთარ თავს, რამდენად აღიარებს საკუთარ თავში დადებითს და უბრალოდ ჩრდილოვან მხარესაც როგორ აღიქვავ ამ შემთხვევაში და მერე მოდის თუნდაც აი ეს პარტნიორული ურთიერთობებიც, გინდა ბიზნესში, გინდა პირად ურთიერთობაში, ის მატერიალიზაციაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარიკა, ძალიან დიდი მადლობა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თერაპიაზე ვიყავი. და რაღაცა ჩემი ნაწილი განიკურნა. მადლობა, ბევრ წარმატებებს გისურვებ. მაშინ მსმენელისთვისაც იქნება ასე იყოს ეს დიდი იმედი მაქვს. ბევრი წარმატებები შენს წამოწყებებში, ახალ პროექტში, რომელსაც იწყებ. და შევხვდებით კიდევ ბევრჯერ სხვადასხვა პროექტებში. მადლობა, მარი.